ზოგიერთ ადამიანს ემართება ასეთი მომენტი და როდესაც ეს ხდება, ყველაფერი იცვლება. სიყვარული უბრალოდ წყვეტს ისე ფუნქციონირებას, როგორც ადრე. არა გულისტკენის ან ღალატის რაღაც დრამატული აფეთქებით, არამედ თქვენში ამ შვიდი, თითქმის შემაშფოთებელი ცვლილების გზით. ის, რაც ოდესღაც მათრობელა და ყოვლისმომცველი ჩანდა, ახლა უცნაურად რეპეტიცირებულია. თითქოს რაღაცის მოძრაობებს ასრულებთ, რაც ადრე ყველაფერს ნიშნავდა, მაგრამ აღარ მოქმედებს. სიტყვები ისევ იქ არის. ჟესტები რჩება. თქვენ ყველაფერს ერთსა და იმავეს აკეთებთ. მაგრამ რაღაც არსებითი, რაღაც ამ ყველაფრის არსში აღარ ისმის. და სწორედ მაშინ იწყებს ეს არასასიამოვნო კითხვა. რატომ აღარ გრძნობს სიყვარული ისე, როგორც ადრე? რა შეიცვალა? ისინი იყვნენ ეს? თქვენ იყავით ეს? თუ რაღაც უფრო ღრმა იყო, რაღაც თავად სიყვარულის ბუნებასთან დაკავშირებით, რაც სრულიად არასწორად გაიგეთ? ეს კითხვა არ მოდის დაღლილობისგან ან ცინიკურობიდან. ის მოდის გამოღვიძებისგან. ამ გაცნობიერებიდან, რომ ის, რასაც ბედისწერად თვლიდი, შესაძლოა თავიდანვე ილუზია ყოფილიყო და რომ ნება, რომელსაც წმინდად თვლიდი, შესაძლოა რაღაც გაცილებით ნაკლებად რომანტიკულით იყო გამსჭვალული, ვიდრე ოდესმე გჯეროდა. გამოღვიძება არ ხდის ცივს ან უგრძნობს. ის ხდის ნათელ ხედვას. და ნათელ ხედვა ცვლის იმას, თუ როგორ აღიქვამ ყველაფერს, განსაკუთრებით სიყვარულს. იწყებ ისეთი ნიმუშების დანახვას, რომლებსაც აქამდე ვერ ხედავდი. დაფარული მოტივაციები აშკარა ხდება. რომანტიკული კავშირის მთელი არქიტექტურა განსხვავებულად გამოიყურება. როდესაც რეალურად აქცევ ყურადღებას და არა მხოლოდ გრძნობით ახერხებ მის გადალახვას. და ამაში არის მწუხარება, ნამდვილი მწუხარება. გლოვა საკუთარი თავის იმ ვერსიისთვის, რომელსაც შეეძლო დაეჯერებინა კითხვების გარეშე, რომელსაც შეეძლო სრულად დანებებოდა გრძნობებს მისი სიკვდილის გაანალიზების გარეშე. ეს უმანკოება, ეს უნარი, უბრალოდ დაცემო, დაცემაზე ფიქრის გარეშე, გრძნობს რაღაც ძვირფას, რაც დაკარგე. მაგრამ აი, საქმე იმაშია, რომ უმანკოება არასდროს ყოფილა განკუთვნილი სამუდამოდ გაგრძელებისთვის. ეს იყო განვითარების ეტაპი და არა მუდმივი მდგომარეობა. და ის, რაც დანაკარგად გეჩვენება, სინამდვილეში თქვენი გონების უარია საკუთარი თავის მოტყუებაზე. ეს არის ზრდა, მიუხედავად იმისა, რომ ზრდა ხშირად რაღაც დამსხრევად გეჩვენებათ. მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება სინამდვილეში სიყვარულის ადრეულ სტადიაზე, რადგან მასში არის რაღაც თითქმის მისტიკური, რასაც იშვიათად ვაკვირდებით გულწრფელად. როდესაც პირველად გიყვარდებათ ვინმე, ის კაშკაშა ჩანს, დამუხტული ამ წარმოუდგენელი მნიშვნელობით, თითქოს ატარებს პასუხებს კითხვებზე, რომელთა დასმაც კი არ იცოდით. ხოველი ურთიერთქმედება მნიშვნელოვნად გეჩვენებათ. ხოველი სიჩუმე სავსეა გამოუთქმელი სიღრმით. მათ შესახებ ყოველი პატარა დეტალი რაღაც ღრმას ავლენს. მაგრამ იუნგის ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან, ეს ინტენსივობა იშვიათად მოდის თავად მეორე ადამიანისგან. ის თქვენგან მოდის. ის, რასაც ჩვენ შეყვარებას ვუწოდებთ, ხშირად არის არაცნობიერი მასალის სხვა ადამიანზე პროეცირების აქტი. ყველა ეს განუცდელი სურვილი, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებები, ჩახშობილი ჭრილობები, საკუთარი თავის დავიწყებული ნაწილები, რომლებსაც თან ატარებდით, ისინი მოულოდნელად ამოდიან ზედაპირზე და ემაგრებიან ამ ადამიანის ფიგურას, რომელიც თქვენს წინ დგას. მეორე ადამიანი ხდება ჭურჭელი, თითქმის სიმბოლური ეკრანის მსგავსად, რომელზეც თქვენი ფსიქიკა პროეცირებას უკეთებს მთლიანობისკენ ლტოლვას. ისინი წარმოადგენენ იმას, რაც თქვენი აზრით გაკლიათ. ისინი განასახიერებენ თვისებებს, რომლებიც გსურთ გქონდეთ ან გამოცდილებას, რომელიც სასოწარკვეთილად გსურთ. სწორედ ამიტომ გეჩვენება სიყვარული თავიდან ასე დამთრგუნველად. ეს მხოლოდ მიზიდულობა არ არის. ეს აღიარება. მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის სხვა ადამიანის აღიარება. ეს არის საკუთარი თავის აღიარება, დამახინჯებული და გარეგანი, რომელიც აირეკლება სხვა ადამიანის მეშვეობით. ადამიანი, რომელსაც უყვარხარ, ხდება წარმოსახვითი გადაწყვეტა იმ შინაგანი ფრაგმენტაციისა, რომელთანაც შესაძლოა წლების განმავლობაში ცხოვრობდი. და ურთიერთობა სინამდვილეში არ იწყება როგორც ორი სრულყოფილი ინდივიდის შეხვედრა. ის იწყება როგორც თვითსრულყოფის მცდელობა, შენში არსებული სიცარიელის შევსება, რომლის შევსებაც არ იცოდი, როგორ შეგეძლო დამოუკიდებლად. უფრო ღრმა დონეზე, ეს ილუზია წარმოუდგენლად დამამშვიდებელია. ის აზრს აძლევს შენს ტკივილს. ის სტრუქტურას აძლევს შენს ლტოლვას. ის გეუბნება, რომ შენი სიცარიელე მხოლოდ დროებითია, რომ ხსნა საბოლოოდ ადამიანური სახით მოვიდა. მაგრამ ფსიქიკას არ შეუძლია ტყუილის განუსაზღვრელი ვადით გაძლება.
რეალობა საბოლოოდ წყვეტს ფანტაზიას. და როდესაც ეს ხდება, შენს მიერ შექმნილი სურათი იწყებს ბზარების გატეხვას. ეს ბზარი არ არის ღალატი, მიუხედავად იმისა, რომ ასე გეჩვენება. ეს არის ჭეშმარიტების ხელახლა დადასტურება. და ზუსტად ამ გარდამტეხ მომენტში, ამ მომენტში, როდესაც ილუზია იწყებს ნგრევას, რეალური გამოღვიძება ხდება შესაძლებელი. გამოღვიძება იშვიათად არის ნაზი. ის არ მოდის როგორც მშვიდობიანი განმანათლებლობა, ან სულიერი გამოცხადება. ის მოდის როგორც იმედგაცრუება, რაც გაცილებით მკაცრი სიტყვაა, მაგრამ ასევე უფრო ზუსტი. მოულოდნელად მეორე ადამიანი აღარ ბრწყინავს ისე, როგორც ადრე. მათი ნაკლოვანებები ხდება ხილული, უდავო, შეუძლებელი იგნორირება. მათი წინააღმდეგობები, რომლებსაც ან ვერ ამჩნევდით, ან განზრახ უგულებელ ყოფდით, ახლა თქვენს თვალწინაა. ის, რაც ოდესღაც ჯადოსნურად გეჩვენებოდათ, ახლა უბრალოდ ადამიანურად გეჩვენებათ. ჩვეულებრივად. ზოგჯერ იმედგაცრუებასაც კი. ეს მომენტი, როგორც წესი, განიცდიან იმედგაცრუებად, როგორც რაღაც ისე არ მიდის ურთიერთობაში. სინამდვილეში კი, ეს თქვენი აღქმაა, რომელიც თავის თავს ასწორებს. ეს თქვენი გონებაა, რომელიც საბოლოოდ ხედავს იმას, რაც ყოველთვის იყო, მაგრამ რასაც აქამდე ვერ ხედავდით ან ვერ ხედავდით. და ეგო სასტიკად ეწინააღმდეგება ამ შესწორებას. რადგან სხვა ადამიანის დანახვა აშკარად ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ფანტაზია თვითშექმნილი იყო. რომ ინტენსივობა, აკვიატება, ბედისწერის განცდა არ მომდინარეობდა სიყვარულიდან. ეს მომდინარეობდა პროექციიდან, თქვენივე არაცნობიერი მოთხოვნილებებიდან, რომლებიც სხვა ადამიანის მეშვეობით მოქმედებდა. ეს გაცნობიერება დესტაბილიზაციას უქმნის თქვენს იდენტობის მთელ განცდას, რადგან რომანტიკულმა ნარატივმა, რომელშიც ცხოვრობდით, მოგცათ აზრი, მიზანი, კუთვნილების გრძნობა სამყაროში. როდესაც ფანტაზია იშლება, ბევრი ადამიანი გრძნობს, რომ მათში იხსნება ეს აუტანელი სიცარიელე. მაგრამ ეს სიცარიელე არ არის სიყვარულის არარსებობა. ეს არის ილუზიის არარსებობა. და ილუზია, როგორც კი ქრება, ვეღარ აღდგება. თქვენ ვერ დაივიწყებთ იმას, რაც ნახეთ. თქვენ ვერ დაუბრუნდებით იმ უმანკო რწმენას. სწორედ ამიტომ ამბობენ ადამიანები, რომ გამოღვიძება ანგრევს სიყვარულს. სინამდვილეში ის ანგრევს იმ ტყუილს, რომელზეც სიყვარული იყო დამოკიდებული. ის აშორებს ფანტაზიას და გაიძულებთ, შეხედოთ იმას, რაც სინამდვილეში არსებობს. ამ ეტაპზე ასევე იმალება სირცხვილი იმისა, რომ ადამიანები ბევრს არ საუბრობენ. იმის გაცნობიერება, რომ თქვენ შეცდომით მიიღეთ თქვენი საკუთარი ფანტაზია სიმართლედ, რომ თქვენ პროეცირეთ მთელი ეს მნიშვნელობა იმ ადამიანზე, რომელიც უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანი იყო საკუთარი პრობლემებითა და შეზღუდვებით, შეიძლება დამამცირებლად ჟღერდეს. თუმცა ეს სირცხვილი სინამდვილეში ფსიქოლოგიური მომწიფების ნაწილია. ეს აღნიშნავს გადასვლას თქვენს ცხოვრებაში არაცნობიერი მონაწილეობიდან შეგნებულ ხედვაზე. ფანტაზიის ამ კოლაფსის გარეშე, სიყვარული უბრალოდ ახლა კი, ის, რაც მთელ ამ პროცესს კიდევ უფრო ართულებს. ის, რასაც ჩვენ ვნებად, ღრმა რომანტიკულ გრძნობად ვადიდებთ, სინამდვილეში ჩრდილის ხმაა. იუნგის ფსიქოლოგიაში ჩრდილი შედგება საკუთარი თავის ყველა ნაწილისგან, რომელიც უარყავით ან უარყავით. თქვენი შიში, თქვენი დამოკიდებულება, თქვენი მრისხანება, თქვენი დაუცველობა, თქვენი დაუკმაყოფილებელი ლტოლვა. ყველაფერი, რისი აღიარებაც არ გსურთ თქვენში. როდესაც ამ ყველაფერს თრგუნავთ, ისინი უბრალოდ არ ქრება. ისინი ეძებენ გამოხატვის უნარს. ურთიერთობები კი იდეალურ არეალს ქმნის ჩრდილოვანი მასალის გასავითარებლად. სწორედ ამიტომ ზოგიერთი კავშირი უფრო ობსესიურად აღიქმება, ვიდრე მკვებავი. რატომ აღიქმება ეჭვიანობა ერთგულებაში? რატომ შენიღბავს კონტროლი საკუთარ თავს მზრუნველობით? რატომ აღიქმება ემოციური ქაოსი რაღაცნაირად სიღრმედ, იმის დასტურად, რომ სიყვარული რეალური და მნიშვნელოვანია? ჩრდილი ინტენსივობით იკვებება. სიცოცხლის შეგრძნებისთვის საჭიროა დრამა, კონფლიქტი, სასწრაფოობა. ამ დინამიკაში სიყვარული ნაკლებად ეხება ნამდვილ კავშირს და უფრო მეტად გაქცევას. გაქცევას მარტოობისგან, სიცარიელისგან, ჭრილობებისგან, რომლებსაც არ შეხებიხართ. თქვენ გჯერათ, რომ სხვა ადამიანისკენ იზიდავთ, მაგრამ ხშირად სინამდვილეში იზიდავთ სარკეს, რომელსაც ისინი გთავაზობენ, რომელიც ასახავს საკუთარი თავის იმ ნაწილებს, რომელთა პირდაპირ შეხვედრაზეც უარი თქვით. რაც ამას განსაკუთრებით საშიშს ხდის, არის ის, რომ ჩრდილოვანი მასალა წარმოუდგენლად ავთენტურად გეჩვენებათ. ის ემოციური ძალით საუბრობს და ეს ინტენსივობა გარწმუნებთ, რომ ეს სიმართლე უნდა იყოს, რომ ეს სიყვარული უნდა იყოს. მაგრამ ინტენსივობა არ არის სიღრმე. ეს არის ზეწოლა.
და ზეწოლა საბოლოოდ არღვევს იმას, რასაც ის იტევს. გადაუჭრელ ჩრდილოვან თემებზე აგებული ურთიერთობები ხშირად გრძნობების ნაკლებობის გამო არ იშლება. ისინი იშლება დაუმუშავებელი ემოციების სიჭარბისგან. ძალიან ბევრი არაცნობიერი მასალისგან, რომელიც არსად დაფრინავს და არსად არ ეშვება. გამოღვიძება იწყება მაშინ, როდესაც საბოლოოდ იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავში. როდესაც აცნობიერებ, რომ ვერცერთი ურთიერთობა, რაც არ უნდა ინტენსიური ან ვნებიანი იყოს, ვერ განკურნავს იმას, რის აღიარებაზეც უარს ამბობ საკუთარ თავში. ამ ეტაპზე სიყვარული წყვეტს იყოს ანესთეტიკი, რაღაც, რაც ტკივილს აყუჩებს. ის დაპირისპირებად იქცევა. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ბევრი ურთიერთობა ვერ გადაურჩება ამ ცვლილებას. გამოღვიძების შემდეგ სიყვარული აღარ ჩანს, როგორც ეს დაუძლეველი ძალა, რომელიც ფეხზე აგდებს. ის არ მოდის ფეიერვერკებით ან ხსნის დაპირებებით. ის უფრო მშვიდი, ნელი, თითქმის შემაშფოთებლად მშვიდია. და ეს სიმშვიდე მუდმივად ვნების ნაკლებობად აღიქმება. ხალხი ფიქრობს, რომ თუ ის არ არის ინტენსიური, თუ ის არ შთანთქავს თქვენს ყველა აზრს, მაშინ ეს არ უნდა იყოს ნამდვილი სიყვარული. მაგრამ ის, რასაც ისინი სინამდვილეში განიცდიან, გაცილებით იშვიათია, ვიდრე ვნება. ეს არის ყოფნა. სიყვარული გამოღვიძების შემდეგ არ წარმოიქმნება საჭიროებიდან. ის მთლიანობიდან წარმოიშობა. არ არსებობს არანაირი აუცილებლობა, არანაირი სასოწარკვეთა, არანაირი არაცნობიერი კონტრაქტი, სადაც მოითხოვ, რომ ამ ადამიანმა გადაგარჩინოთ, შეავსოთ ან გამოასწოროთ ის, რაც შიგნით არის გატეხილი. ორი ადამიანი ხვდება ილუზიების გარეშე, წინასწარ განსაზღვრული როლების გარეშე, გადარჩენის საჭიროების გარეშე. და ეს შეიძლება უცხოდ, თუნდაც არაკომფორტულად მოგეჩვენოთ, განსაკუთრებით თუ მთელი ცხოვრება სიყვარულს ემოციების ამ ტორნადოდ განიცდიდით. აღარ არსებობს ემოციური ინტოქსიკაცია, რომლის უკან დამალვაც შეგიძლიათ. არ არსებობს დიდი ნარატივი, რომელსაც უნდა მიეკროთ და ყველაფერს აზრიანს და განწირულს ხდის. რჩება მხოლოდ გულწრფელობა. ნედლი, უბრალო გულწრფელობა. გულწრფელობა კი სერიოზულ გამბედაობას მოითხოვს. ის მოითხოვს, რომ ორივე ადამიანი ფხიზლად დარჩეს, აწმყოში იყოს, პასუხისმგებელი იყოს საკუთარ საქმეებზე, იმის ნაცვლად, რომ ეს ერთმანეთზე დააპროექტოს. აღარც დადანაშაულება. აღარც მოელოდე, რომ მეორე ადამიანი შენს ემოციებს შენს მაგივრად მართოს. სწორედ ამიტომ, გამოღვიძებული ადამიანები ხშირად სხვებისთვის დისტანციურად ან ზედმეტად შერჩევით ჩანან. ისინი არ არიან განცალკევებულნი სიყვარულისგან, ან არ არიან გრძნობის უნარის მქონენი. ისინი გამჭრიახები არიან. მათ რთული გზით ისწავლეს ინტენსივობასა და ინტიმურობას, დანჯვასა და სიღრმეს შორის განსხვავების გარჩევა. ისინი ემოციურ დამოკიდებულებას ხედავენ და უარს ამბობენ ურთიერთობების ამ არამყარ საფუძველზე აშენებაზე. ისინი იქ იყვნენ, იციან, როგორ მთავრდება ეს და უკან აღარ ბრუნდებიან. ამ ტიპის სიყვარული მარადისობას არ გვპირდება. ის არ აკეთებს გრანდიოზულ განცხადებებს მარადისობის შესახებ. სამაგიეროდ, ის გვთავაზობს გულწრფელობას. ის არ მოითხოვს მსხვერპლს და არ მოელის, რომ თავს მიატოვებთ. ის ყოველდღიურად იწვევს არჩევანს, შეგნებულ არჩევანს. და რადგან მას აკლია სანახაობა, რადგან ის არ არის დრამატული ან თეატრალური, ის ძირითადად უხილავია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ეძებენ ამ ინტენსიურ რომანტიკულ დრამას. ისინი უყურებენ მას და ვერ ხედავენ ვერაფერ განსაკუთრებულს, ვერაფერ საინტერესოს. თუმცა, ეს სიყვარულის ერთადერთი ფორმაა, რომელიც საბოლოოდ არ გღალატობთ. რადგან ის აგებულია რეალობაზე და არა ფანტაზიაზე. გამოღვიძება ხშირად იწვევს მარტოობის პერიოდს, რომელიც შეიძლება გარკვეული დრო გაგრძელდეს. არა იმიტომ, რომ სიყვარული ქრება თქვენი ცხოვრებიდან, არამედ იმიტომ, რომ ილუზია ქრება. და როდესაც ეს რომანტიკული ნარატივები ინგრევა, როდესაც ზღაპრების რწმენას წყვეთ, თქვენი მრავალი კავშირი მათთან ერთად იშლება. ეს მარტოობა სიცარიელე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან შეიძლება ასე ჩანდეს. ეს ინტეგრაცია. ეს არის პროცესი, რომელსაც იუნგი ინდივიდუაციას უწოდებდა, ფრაგმენტირებული მეს გაერთიანება, თქვენი ვინაობის ყველა გაფანტული ნაწილის შეკრება. ამ სივრცეში თქვენი იდენტობა აღარ არის აგებული იმაზე, რომ იყოთ სასურველი, არჩეული, სხვის მიერ დასრულებული. მე ხდება საკუთარი სახლი. თქვენ სწავლობთ საკუთარ თავში ცხოვრებას, მუდმივად გარეგანი დადასტურების ან თანამგზავრობის საჭიროების გარეშე, რომ თავი კარგად იგრძნოთ. სიჩუმე ხმაურს ცვლის. და პირველად შესაძლოა მთელ თქვენს ცხოვრებაში, თქვენ სწავლობთ უბრალოდ ყურადღების გაფანტვის გარეშე დარჩენას, ყოველი მშვიდი მომენტის აქტივობით, კავშირით ან მოხმარებით შევსების გარეშე.
ეს მარტოობა თავიდან საშინლად გეჩვენებათ, რადგან ის აშორებს თქვენს ემოციურ ანესთეზიას. ყველა ის გზა, რომლითაც თავს იკავებდით, თავს არიდებდით, საკუთარ თავს სხვა ადამიანებზე პროეცირებდით, ეს სტრატეგიები წყვეტს მუშაობას. თქვენ უბრალოდ რჩებით საკუთარ თავთან. მაგრამ ამ სივრცეში რაღაც ღრმა ხდება. დაცემის მოთხოვნილება ქრება. და დაფიქრდით, რას გულისხმობს სინამდვილეში დაცემა. ეს ნიშნავს ცნობიერების დათმობას. ფანტაზიაში დაშლას. საკუთარი თავის გრძნობისთვის მიტოვებას ფიქრის გარეშე. გამოღვიძებულები აღარ ეძებენ საკუთარი თავის დაკარგვას. მათ არ სურთ დაცემა. მათ სურთ ბალანსი, სიცხადე, ყოფნა. მათ სურთ შეინარჩუნონ ცნობიერება სიყვარულის პარალელურად, არაცნობიერ მდგომარეობაში ყოფნის ნაცვლად. დაცემის ნაცვლად ისინი ირჩევენ. ისინი ვნებას ყოფნას ირჩევენ. ჭეშმარიტება ილუზიაზე. სიმშვიდე ინტენსივობაზე. და როდესაც სიყვარული ამ მდგომარეობაში ჩნდება, როდესაც მათ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, ვინც ასევე გააკეთა ეს სამუშაო, ის აღარ არის საჭირო გადარჩენისთვის. ის მისასალმებელია, როგორც თანამგზავრობა და არა როგორც ხსნა. სწორედ ამიტომ არის გამოღვიძებული სიყვარული ნამდვილად იშვიათი. მას სჭირდება ორი ადამიანი, რომლებსაც შეუძლიათ მარტო დგომა შიშის გარეშე, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთის შეხვედრა ნიღბების გარეშე, რომლებსაც შეუძლიათ ურთიერთობაში დარჩენა ფლობის ან კონტროლის გარეშე. ცოტა ადამიანია მზად ამ გზით წავიდეს, რადგან ეს მოითხოვს იმდენი რამის დათმობას, რაც გვასწავლეს, რომ სიყვარული უნდა იყოს. მაგრამ ისინი, ვინც ამას აკეთებენ, აღმოაჩენენ რაღაც ურყევს. მაშინაც კი, თუ სიყვარული საბოლოოდ მიდის, მაშინაც კი, თუ ურთიერთობა დასრულდება, ისინი მთლიანობაში რჩებიან. ისინი არ იმსხვრევიან. გამოღვიძების შემდეგ ჩუმად ჩნდება ახალი დილემა, რომელზეც ადამიანების უმეტესობა არ საუბრობს. ეს აღარ არის მარტო ყოფნის შიში. ეს არის სხვა ადამიანში გაქრობის შიში. ეს შიში დახვეწილია, ხშირად არასწორად აღიქმება, როგორც ემოციური დისტანცია ან ვალდებულების საკითხები. მაგრამ სინამდვილეში ეს თვითშეფასების ფორმაა. გამოღვიძებულებმა ზოგჯერ წარმოუდგენლად მტკივნეული გამოცდილების მეშვეობით ისწავლეს, თუ რამდენად ადვილად იშლება იდენტობა, როდესაც სიყვარული თქვენს ცხოვრებაში ყველა აზრის ცენტრი ხდება. ამ ეტაპზე სიყვარული აღარ არის ის, რაც თქვენ თავს ხდება, რაღაც ძალა, რომელიც გიპყრობთ. ეს არის ის, რაშიც თქვენ მონაწილეობთ შეგნებულად, განზრახვით, ცნობიერებით. კითხვა გადადის, თავს საკმარისად ვგრძნობ, და შემიძლია დავრჩე საკუთარი თავი, სანამ ეს ადამიანი მიყვარს. და ეს ცვლილება აბსოლუტურად ყველაფერს ცვლის. გამოღვიძებული აღარ ეძებს ურთიერთობებს, რომლებიც მათ ყურადღებას მოიხმარს. არღვევს მათ შინაგან ბალანსს ან მოითხოვს მუდმივ ემოციურ დამტკიცებას, რომ სიყვარული რეალურია. ის, რაც ოდესღაც ამაღელვებელი და დამადასტურებელი იყო, ახლა შემაწუხებლად, დამღლად გამოიყურება, თითქოს საფრთხეს უქმნის იმ სტაბილურობას, რომლის ასაშენებლადაც ამდენი იშრომეს. ასევე ვითარდება ახალი მგრძნობელობა. გამოღვიძებულებს შეუძლიათ იგრძნონ, როდის არის მიზიდულობა ფესვგადგმული არაცნობიერ შიმშილში და არა ნამდვილ კავშირში. მათ შეუძლიათ თქვან, როდის იკვებება ქიმია გადაუჭრელი ჭრილობებით, როდის ცდილობს სურვილი უბრალოდ ძველი ემოციური ნიმუშების ხელახლა შექმნას, რომლებიც თავიდანვე არასდროს მუშაობდა. და ამ ცნობიერების გამო ისინი ხოხმანობენ. არა იმიტომ, რომ ეშინიათ ინტიმურობის ან გახსნის უნარის არქონის გამო. მაგრამ იმიტომ, რომ ისინი უარს ამბობენ საკუთარი თავის ხელახლა მიტოვებაზე. მათ ეს ადრეც გაუკეთებიათ და იციან ფასი. საკუთარი თავის დაკარგვის გარეშე სიყვარულისთვის საჭიროა გამბედაობა, რომელსაც ძალიან ცოტა ადამიანი ავითარებს. ეს ნიშნავს აწმყოში დარჩენას იდენტობების შერწყმის გარეშე. ეს ნიშნავს ღრმა ზრუნვას კონტროლის გარეშე. ეს ნიშნავს გულის გახსნას საზღვრების დანგრევის გარეშე. ეს ნიშნავს სიყვარულის თქვენს ცხოვრებაში არსებობის უფლებას, მთელი თქვენი იდენტობის ღერძად ქცევის გარეშე. ყველაფრის მის გარშემო ორგანიზების გარეშე, იმის საჭიროების გარეშე, რომ ის გითხრათ ვინ ხართ. სიყვარულის ეს ფორმა არ აკავშირებს ადამიანებს ერთმანეთთან საჭიროების, შიშის ან დამოკიდებულების გზით. ის თან ახლავს. ის გვერდით მიდის. ის არ მოითხოვს მუდმივ მტკიცებულებას ან დარწმუნებას. ის ენდობა ყოფნას, ენდობა, რომ თუ ორივე ადამიანი ირჩევს აქ ყოფნას, ეს საკმარისია. და აი, პარადოქსი, მხოლოდ მაშინ ხდება სიყვარული ჭეშმარიტად ძლიერი, როდესაც სიყვარული აღარ არის საჭირო დადასტურების ან გადარჩენისთვის. არა როგორც საკუთარი თავისგან გაქცევა, არამედ როგორც საერთო სივრცე ორ ადამიანს შორის, რომლებიც უკვე მთლიანები არიან,
რომლებსაც არ სჭირდებათ ერთმანეთი, მაგრამ გულწრფელად სურთ ერთმანეთი. ეს სრულიად განსხვავებული საფუძველია და ეს სრულიად განსხვავებული სახის ურთიერთობას ქმნის. აი, რას ნიშნავს ეს? გამოღვიძებულები არ წყვეტენ სიყვარულს. ისინი წყვეტენ პრეტენზიას. ისინი წყვეტენ იმის მტკიცებას, რომ ინტენსივობა სიღრმეს უდრის. ისინი წყვეტენ იმის მტკიცებას, რომ მოთხოვნილება სიყვარულს უდრის. ისინი წყვეტენ იმის მტკიცებას, რომ სხვა ადამიანში საკუთარი თავის დაკარგვა რომანტიკულია და არა დამანგრეველი. და ამ სიცხადეში, საკუთარ თავთან და სხვებთან ამ სასტიკ გულწრფელობაში, სიყვარული გარდაიქმნება იმისგან, რაშიც ვარდებით, ისეთ რამედ, რასაც შეგნებულად ირჩევთ. დაცემიდან დამიწებულ, თვალებით გახელილ გადაწყვეტილებად. ეს უფრო ადვილი არ არის. ბევრი თვალსაზრისით ეს უფრო რთულია, რადგან ფანტაზიაში დამალვა აღარ შეგიძლიათ. მაგრამ ეს რეალურია. და მას შემდეგ, რაც გასინჯავთ რა არის რეალური, ფანტაზია კარგავს მიმზიდველობას. ილუზიის გავლის შემდეგ პრეტენზიას ვეღარ დაუბრუნდებით. მხოლოდ წინსვლა შეგიძლიათ, რაღაც განსხვავებული საშენებით, რაღაც გულწრფელის, ისეთის, რაც არ მოითხოვს საკუთარი თავის მიტოვებას მის შესანარჩუნებლად. და შესაძლოა, ემოციურად ზრდა სწორედ ამას ნიშნავს. არა გაცივება ან ჩაკეტილობა, არამედ სიცხადის მოპოვება. გაიგებ, თუ რა არის სინამდვილეში სიყვარული, როდესაც მოიშორებ ყველა პროექციას, მოლოდინსა და არაცნობიერ მოთხოვნილებას. ის, რაც რჩება, შეიძლება უფრო მშვიდი იყოს, ვიდრე წარმოგედგინა. თუმცა, ის ასევე უფრო მდგრადი, უფრო გულწრფელი და საბოლოო ჯამში უფრო მეტად შეუძლია ნამდვილი მშვიდობის მოტანა, ვიდრე ოდესმე ნებისმიერ ვნებიან ილუზიას შეეძლო.